ყველანაირ დაპირებაზე მე ვნახე ტელეგადაცემიდან ალასანიას ბრიფინგზე, სადაც ის აცხადებს, რომ ჩვენ თითქოს და ჩავიდინეთ სიყალბე და გავაყალბეთ არჩევნები. სინამდვილეში მცდელობა მათ მხრიდან ქონდა ამას და ამის ფაქტიც არსებობს, დაკავებული იქნა პიროვნება, რომელიც ორ პასპორტს ატარებდა და ცდილობდა ხმა მიეცა ქართული ოცნებისათვის. რაც შეეხება იმას, თუ პრეტენზია მას გააჩნია გვიჩინოს სასამართლოში და ჩვენ წავდგებით სასამართლო წინაშე და არანაირი პრობლემა ჩვენ არ გვექნება და ჩვენ მოვიგეთ სუფთად ეს არჩევნები. ჩვენი მოთხოვნა იყო პირადად ჩემი, რომ არჩევნები ყოფილიყო სუფთა, გამჭვირვალე და ეს იცის ჩვენმა მოსახლეობამ, სუგდიდის მოსახლეობამ, ვინც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, გამოვიდა და აფიქსირა თავისი პოზიცია და აქ რო ყოფილიყო რამე საეჭვო, ეს მაინც გავრცელდებოდა და ეს თავარი ის არის, რომ მოსახლეობამ თვითონ იცის და ალასანია წააგო და თუ ვერ აღიარებს წაგებას, ეს მისი პრობლემა და არა ჩემი. გამჭვირვალე ყოფილიყო ეს ბრძოლა. მინდა მადლობა მოვახსენო ჩემს ამომრჩეველს. მიუხედავად იმისა, რომ ტრიალებდა დიდი ფული, ადგილი ჰქონდა შეშინების მცდელობებს, მათ თავიანთი ღირსება არ გაცვალეს ანგარებაზე და დამიჭირეს ხარი. ამის გამო მათ წინაშე ვიხდი ქედს და ვპირდები, რომ ჩემს ამომრჩეველს გვერდში დაუდგები, როგორც ყოველთვის და ვიქნები მათ გვერდით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ვსურვებ ჩემს ამომრჩეველს წარმატებას და გამარჯვებას.